საღამოშიდების 21 თებერვალს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. 21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილება თითქმის 1 თეთრი იყო და ღირებულება 2 ლარი და 80 თეთრია. ლარი ევროსთან მიმართებით თეთრის 20 მიასედით გამყარდა და შედეგად 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2 ლარზე და 94 თეთრზე მრგვალდება. თეთრის 26 მიასედით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან მიმართებით და მისი ფასი 3 ლარის და 55 თეთრის ფარგლებშია. ლარის მიმართ თურქული ლირას კურსი 7 თეთრი და 77 მიასედია. იანვარში მთავრობამ 1,820 მილიონი ლარის გადასახადები აკრიფა. ხაზინის მონაცემებით, საგადასახადო შემოსავლები წლიურად 180 მილიონი ლარით არის გაზრდილი, თუმცა დღგ-დან მიღებული შემოსავლები შემცირებულია. იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება შემცირდა. TBC კაპიტალის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 21,4%-ით 924 გიგავატ საათამდე შემცირდა. სემიკის ინფორმაციით, როკ ენგურჰესის ტარიფის დადგენის წესის ცვლილება სამომხმარებლო ელექტროენერგიას არ გააცვირებს. იაპონიასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა ზედიზედ მესამე წელია მცირდება. ამ წლის იანვარში იაპონიასთან ვაჭრობამ 22 მილიონ 800,000 დოლარი შეადგინა. გასული წლის იანვარში 25 მილიონ 400,000 დოლარი იყო. 2023 წლის პირველ თვეს კი 37 მილიონ 600,000 დოლარი. საქართველოს 2025 წლის იანვარში მანდარინის ექსპორტიდან 1,300,000 დოლარის შემოსავალი მიიღო. ექსპორტზე 2163 ტონა მანდარინი გავიდა. ეს თანხაში 81,4%-ით კლებას ნიშნავს. მოცულობაში კი 81,7%-ით შემცირება. ექსპორტირებული მანდარინის 70%-ზე მეტი რუსეთზე მოდის, სადაც 983,400 დოლარის 1523 ტონა მანდარინი გაიყიდა. საპენსიო ფონდის მმართველობით საბჭოში 8 წევრი შერჩეულია. ეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თქვა. ზაზა ლომინაძის ინფორმაციით, საბჭოში 5 ქართველი და 3 უცხოელი წევრი იქნება. ისინი მუშაობას მაისიდან დაიწყებენ. ლომინაძე ამბობს, რომ ის პირადად მონაწილეობდა გასაუბრებაში კონკურსში კი, რომელიც 11 დეკემბერს გამოცხადდა და 2 ჯერ გადავადა 20-ზე მეტი ქართველი და 18 უცხოელი სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონით, რომელშიც ცვლილება გასული წლის ივნისში შევიდა საპენსიო ფონდში ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა, უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო მმართველობითი საბჭო იქნება. ის 9 წევრისგან შედგება, რომელთაგანაც 8-ს ღია კონკურსის საფუძველზე პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, ხოლო 1 თანამდებობრივი წევრია. პირადად მონაწილეობდი გასაუბრებაში, ასევე ახალი საბჭოს შერჩევისას. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესოს წარიმართა ეს კონკურსი. 22-24 ქართველი მონაწილეობდა და 18 უცხოელი და შერჩეული იქნა ის 8 ადამიანი, რომელიც მაისიდან შეუდგება თავის მოვალეობას. შეირჩა 5 ქართველი და 3 უცხოელი. გახსოვთ ალბათ, რომ შარშა შეხვედრაც ჰქონდა ბორდის წარმომადგენლებთან და იმედია წარმატებით გააგრძელებს საპენსიო სააგენტო მუშაობას. საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებლის ანა ნაჟღებიას ინფორმაციით, გასულ წელს მოქალაქეებმა საპენსიო დანაზოგებიდან 6,5 მილიონი ლარის აქტივები კონსერვატიულად ან დინამიკურ პორტფელში გადაიტანეს. მისი თქმით, მიუხედავად ამ ტენდენციისა, ჩანს, რომ კარგად არ არის ინფორმირებული მოსახლეობა პორტფელების დადებით მხარეებზე. ბოლო 2 წელში, რასაც ვუყურებთ, გლობალური აქციები კარგ შედეგებს აჩვენებს. შესაბამისად, დინამიკური პორტფელი სჯობნის კონსერვატიულს. ამ ინფორმაციის მოსახლეობამდე მიტანა მნიშვნელოვანია, თუმცა დინამიკური პორტფელი შედარებით მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან აქციების ფასების მერყეობა შეიძლება მაღალი იყოს. ამიტომ ადამიანებმა ეს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. ზოგადად, რაც უფრო ახალგაზრდა ხარ და დიდი საინვესტიციო პერიოდი გაქვს, მაგალითად 30 წელი თუ გაქვს, რომ ვერ გაიტან ამ ფულს, მაგ შემთხვევაში ჯობია, რომ აქციების ბაზრით ისარგებლო, ამბობს ფონდის წარმომადგენელი.
მსხვილი მწარმოებლების აქტივობის შემცირების ფონზე იანვარში ელექტროენერგიის წარმოება მოხმარება შემცირებულია. TBC კაპიტალის მონაცემებით წინა თვეში ელექტროენერგიის წარმოება 21%-ზე მეტად იყო დაკლებული, მოხმარება კი 4.5%-ით შემცირებას აჩვენებს. მათ შორის მსხვილი მომხმარებლების კუთხით კლება თითქმის 4% იყო. მძიმე მრეწველობის დარგის წარმომადგენლები, მათ შორის ფეროშინადნობთა სექტორის წარმომადგენლები ელოდებიან, რომ გაზაფხულზე აქტივობა გაიზრდება, რამაც თავის მხრივ დარგის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობაც უნდა გაზარდოს. რა ტენდენციებია ენერგეტიკულ ბაზარზე და როგორი არის წარმოება მოხმარების კუთხით მოლოდინები გაზაფხულისათვის, როდესაც ჰესების გამომუშავება ტრადიციულად იზრდება, ნუცა შუბაშვილი მოგუყვება დეტალებს. მიმდინარე წელი საქართველოში ელექტროენერგიის ბაზარზე კლების ტენდენციით დაიწყო. იანვარში გენერაციის ობიექტების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა წლიურად 21.4%-ით 924 გიგავატ-საათამდე შემცირდა. ამავე პერიოდში ქვეყანამ 1221 გიგავატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წლიურად 4.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მოხმარების კლების ერთ-ერთი ფაქტორი პირდაპირი მომხმარებლების, ანუ მსხვილი საწარმოების მიმართულებით კლება, რომლებმაც გასულ თვეს ჯამურად თითქმის 4%-ით ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარეს. როგორც TBC კაპიტალში განმარტავენ, კლება ძირითადად მძიმე მრეწველობის საწარმოებზე მოდის, ხოლო ისეთ პირდაპირ მომხმარებლებში, როგორც კრიპტომაინინგ კომპანიებია, კლების ტენდენცია არ ფიქსირდება. მიმდინარე წლის იანვარში ვხედავთ, რომ საცალო მოხმარება გაზრდილი არის ისევ დაახლოებით 5%-იანი ნაზრდი იყო წლიურად იანვარში. თუმცა კლება დაფიქსირდა როგორც პირდაპირ მომხმარებლებში, ისე აფხაზეთის შემთხვევაში. კრიპტოს შემთხვევაში იანვარი საკმაოდ სტაბილურად იყო. ანუ ძირითადი ნაწილი მაინც შეიძლება ვთქვათ, რომ მეტალურგიაზე მოდის. ისევ ვახერხებთ ყველაზე მეტწილად საცალო მოხმარებაზე დაკვირვებას. მოლოდინი არის, რომ წელს ისევ გაიზრდება საცალო მოხმარება. და გარკვეული დადებითი მესიჯები არის ასევე პირდაპირ მომხმარებლების ნაწილში, რადგან უკვე ფაქტად ვიცით, რომ ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა საწარმომ თავის წარმოება ნაწილობრივ განაახლა და ღუმელები ჩართული არის უკვე. ცხადია, რომ იანვრის თვეში გაჩერებული ფეროშინანოების დარგის ფონზე ბიტკოინების მაინინგის ფერმებმა ვერ მოახერხეს დაკომპენსირება და ეს შეუძლებელიც იქნებოდა, ხოლო მოსახლეობის ნაწილში ჩვენ სახეზე გვაქვს ზრდა მოხმარების ცირედი, მაგრამ მაინც და თუმცა ჯამში ამ მოსახლეობის ზრდამაც ვერ შეძლო დაეკომპენსირებინა აფხაზეთის მოხმარების შემცირება და კვალიფიციური მოხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შემცირება. დაბალი მოთხოვნის შემთხვევაში ნაკლები მოცულობით მოხდა გენერაცია ამ არაგანახლებად წყაროებზე. ამავდროულად გეტყვით იმასაც, რომ საერთო ჭრილში და საერთო ჯამში ენგურის ჰიდროელექტროსადგურს ალბათ ჰქონდა ერთ-ერთი ისტორიული დაბალი ნიშნული გენერაციის წლის დასაწყისში. ქვეყანაში მძიმე მრეწველობის სექტორში მოქმედი საწარმოების დიდი ნაწილი ამ დრომდე გაჩერებულია. მათ შორის ფეროშენადნობთა საწარმოები, რამაც თავის მხრივ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა შეამცირა. თუმცა დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სექტორში გარკვეულწილად დადებითი ტენდენციები იკვეთება. მათ შორის იმ ფონზე, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ წარმოება ნაწილობრივ განაახლა. ფეროშენადნობთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ზაფხულის სეზონისთვის დადებითი მოლოდინებია. ერთი მხრივ ელექტროენერგიაზე ფასის შემცირების, მეორე მხრივ კი გლობალურ ბაზარზე პროდუქციაზე ფასების ზრდის მიმართულებით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს დროებით გაჩერებული საწარმოების ამუშავებას და მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ზრდას. ელექტროენერგიის მოხმარებას რაც შეეხება, ელექტროენერგიის მოხმარებაც თავისთავად, როგორც კი ჯორჯია მაგანეზე განახლებს ფუნქციონირებას, ეს იქნება მარტის თვე გაიზრდება საკმაოდ და თუ კიდევ უფრო მეტად ფასმა მოიმატა, პატივცემი საწარმოებიც ოპერებას განახლებენ და ესეც რასაკვირველია დამატებითად იქნება ელექტროენერგიის ხარჯის ზრდის მაჩვენებელი. თურქები აპირებენ სამშენებლო პროცესის დაწყებას სირიაში, ანუ თურქული მეტალით თუ დაიწყო ქვეყნის ადგენა, შესაბამისად ქართულ-ფილოსოფიურ კომანგანუმზე მოთხოვნა გაიზრდება, იმიტომ რომ ჩვენი ერთ-ერთი ესეთი უსერიოზული პარტნიორები არიან ძალიან დიდი ხნის და შესაბამისად ეს უდაოდ გამოიწვევს ფასის ზრდას.
რამდენად სწრაფად გაიზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული. დადგენიან თუ არა გენერაციის ობიექტები წყალუხობის პერიოდში, ჭარბი ელექტროენერგიის გამოწვევის წინაშე. კომპანია ითის ენერგიაში ამბობენ, რომ გაზაფხულის პერიოდში მსხვილი საწარმოების გააქტიურებაა მოსალოდნელი, თუმცა არც ამ მიმართულებით გამოწვევებია გამორიცხული. დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა ფეროშენენობთა დარგშიც, ყოველ შემთხვევაში ფასების სტაბილიზაცია მოხდა მსოფლიო ბაზრებზე, რამაც გამოიწვია ჩვენ საწარმოებში ფიქრი იმაზე და ნაწილობრივ მომზადება ამოქმედებისთვის ამ საწარმოებისა. აპრილის თვეში უნდა გამოჩნდეს რეალურად ის პერსპექტივები, რომელიც ამ დარგს გააჩნია 20-25 წელს. თუ მანამდე მოხდა ხომ კარგი, მაგრამ თუ ამის შემდგომ მოხდა ამ პერსპექტივების, ასე ვთქვათ, წარმოჩინება, მაშინ დაგვიანდება, იმიტომ რომ ფეროშენეობთა დარგი ვერ მოასწრებს მომზადებას იმისათვის, რომ ამოქმედეს და დაიწყოს ოპერირება და ხელი შეუწყოს მდგრად მოხმარებას ქვეყანაში წყალუხობის პერიოდში, როგორიც არის აპრილის ბოლო, მაისი, ივნისის თვეები. რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის იანვარში საქართველოში სულ 335 გიგავატ-საათი ელექტროენერგია შემოვიდა, რაც წლიურად 109%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იანვარში დენის იმპორტში ქვეყანამ ჯამში $8,700,000 გადაიხადა. ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის იანვრის საგადასახადო შემოსავლების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის იანვარში საგადასახადო შესრულებამ სულ $1,820,000,000 შეადგინა. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით გადასახადების მოცულობა $180,000,000 არის გაზრდილი. უშუალოდ დამატებული ღირებულების გადასახადის მიმართულებით ცენტრალურ ბიუჯეტში შესული თანხა შემცირებულია. დღეს სახით იანვარში ცენტრალურ ბიუჯეტში სულ $654,000,000 შევიდა, რაც წლიურად $14,000,000 არის შემცირებული. დღესთან ერთად კლება აქციზის გადასახადზეც, რომლის სახითაც ბიუჯეტში $100,000,000 შევიდა და ეს თანხა წლიურად $68,000,000 არის შემცირებული. აქციზის კლება იმით არის განპირობებული, რომ 2025 წლის იანვრიდან თამბაქოზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, რის გამოც კომპანიებმა წინასწარ დაარეზერვეს თამბაქო. აქედან გამომდინარე, იანვარში აქციზის მოცულობა მიკლო. 2025 წლის იანვრის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაწერილი ჯარიმების აგრეთვე $12,300,000 შემოსავალი მიიღო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, ჯარიმებიდან $4,900,000 ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში შევიდა, $7,400,000 ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში. რომ შევადაროთ, გასული წლის იანვრის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა $18,000,000 იყო. შესაბამისად, ამ მიმართულებით დაწერილი საჯარიმო შემოსავლები $6,000,000 არის ამ წლის პირველ თვეში შემცირებული. მედიკამენტების იმპორტი შემცირებულია. იანვარში ქვეყანამ $8,135,000 ღირებულების 1,002 ტონა მედიკამენტები შეიძინა. კლება წინა წლის იანვართან შედარებით ღირებულებაში 20%, რაოდენობაში კი 33,6%-ია. დაფასოვებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის შემცირება ძირითადად მთავარი მომწოდებელი ქვეყნიდან, თურქეთიდან იმპორტის კლებითაა განპირობებული. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ მეზობელი ქვეყნიდან წამლების ნაწილი ვეღარ შემოაქვთ. რატომ შემცირდა მედიკამენტების იმპორტი თურქეთიდან? გიგაბენია სიუჟეტი ვნახოთ. 2021 წლის შემდეგ მედიკამენტების იმპორტი პირველად შემცირდა. იანვარში ქვეყანამ $8,195,000 ღირებულების 1,002 ტონა წამალი შეიძინა. კლება წინა წლის იანვართან შედარებით ღირებულებაში 20%, რაოდენობაში კი თითქმის 34%-ია. მედიკამენტების იმპორტის შემცირება ძირითადად მთავარი მომწოდებელი ქვეყნიდან, თურქეთიდან იმპორტის კლებით არის განპირობებული. მეზობელი ქვეყნიდან შემოტანილი მედიკამენტების ღირებულება $20,000,000-ით $13,000,000-მდე შემცირდა და სულ 328 ტონა სამკურნალო საშუალებები შემოვიდა. როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში აღნიშნავენ, თურქეთში იმ მედიკამენტების ფასი გაზრდილია, რომლებიც საქართველოს მიერ დაწესებულ რეფერენტულ ფასებში ჯდებოდა. შესაბამისად, წამლების უმრავლესობა საფასო ზღვარს გასცდა და ქვეყანაში ის აღარ შემოდის. ამას ველოდებოდით, ინფლაციიდან გამომდინარე მოხდა იმპორტიორების მიერ მაქსიმალური მარაგების შემოტანა, იმისათვის რომ დეფიციტი არ გაჩნდარიყო ჩვენ ბაზარზე და პარალელურად დაიწყეს ალტერნატიული ბაზრების მოძიება, იმისათვის რომ ისევ და ისევ დეფიციტი არ შექმნილიყო ამ ბაზარზე. ამით იყო განპირობებული ის დიდი ცვლილება
ტვირთის რაოდენობაში და ფასი აქვს განსხვავება იანვარსა და იანვარს შორის თუ ავიღებთ, განახევრებულია ტვირთის რაოდენობა და დაახლოებით 60%-მდე ღირებულების ნაწილშიაც ნაკლები ტვირთია შემოტანილი ბაზარზე. კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც მედიკამენტების იმპორტი შეამცირა თურქეთში რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებაა. მეზობელი ქვეყნიდან იაფი წამლები პარალელური იმპორტით შემოდის. ეს ნიშნავს, რომ მედიკამენტები მომწოდებლისგან ჯერ თურქულ ბაზარზე ხვდება, ის სუბსიდირდება. საქართველოს კი მეორე პირისგან ყიდულობს, რამაც სამკურნალო საშუალებები ჩვენს ბაზარზე გააიაფა. ბოლო პერიოდში თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, მის ბაზარზე მოხვედრილი მედიკამენტების მასობრივი ექსპორტი აეკრძალა, რის გამოც იმპორტიორებს გადაწყობა მოუწიათ. არ შეიძლება იმ რაოდენობის იმედიც ჩვენ გქონდა და იყო გაჩენილი ეს მოლოდინი, რომ ამ რაოდენობით ჩვენ შევძლებდით ამ სიკეთით სარგებლობას, ესე დიდი ხანი ვერ გასტანდა, იმიტომ რომ აქ ჩართული არის მთელი მექანიზმი კონტროლის, იმიტომ რომ ჩვენ სხვა სახელმწიფოზე მიბმა სრულად ძალიან გაგვიჭირდებათ, ან ერთ სახელმწიფოზე ეს არ შეიძლება, ეს არ არის გამართლებული და რა თქმა უნდა ჩვენი იმპორტერები პარალელურ რეჟიმში აბსოლუტურად სხვა ბაზრებზე არიან კიდევ ორიენტირებული, რომ მოიძიონ ალტერნატიული ბაზრები იმისათვის, რომ ის ჩავარდნები ვთქვათ, ის ნაწილი, რაც ვერ გადაიფარება კონკრეტულად ამ ქვეყნიდან იმპორტის, იყოს გადაფარული სხვა ალტერნატიული ბაზრებით. მიუხედავად შემცირებისა, თურქეთი იმპორტირებული მედიკამენტების მოცულობაში მაინც ლიდერობს. შემცირება ფიქსირდება შვეიცარიიდანაც, რაც ბიზნესის თქმით სხვა ბაზრებზე ორიენტაციის გაკეთებას უკავშირდება. ამასთან, როგორც კერძო სექტორში აცხადებენ, თურქეთიდან მედიკამენტების შემცირებას ბაზარზე დეფიციტი არ გამოუწვევია. მათი თქმით, არც ფასებია გაზრდილი. თურქეთიდან შემოდიოდის პარალელური იმპორტი ჩაანაცვლა რეგულარულმა იმპორტმა, რაც პრინციპში ყოველთვის მისასალმებელია, იმიტომ რომ რეგულარული იმპორტი არის მხოლოდ ერთადერთი გზა უწყვეტი მოწოდების გარანტიის. საბოლოო ჯამში საქართველოს პაციენტი ამით არ დაზარალდა, პირიქით უფრო რეგულარული მოწოდებას აქვს ადგილი. თურქეთიდან იაფი მედიკამენტების შემოტანა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო. მთავრობის მაშინდელი მეთაური ამას დიდ მიღწევად თვლიდა და ფასები მართლაც შემცირდა, თუმცა ექსპერტები და კერძო სექტორის ნაწილი მაშინ აღნიშნავდა, რომ ქვეყანა პარალელური იმპორტის იმედად არ უნდა ყოფილიყო. ყველი ბიზნესების პლატფორმა Free Business G-ს ახალი ფუნქცია დაემატა. როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა ანალიტიკაში საუბრისას განაცხადა, Free Business ემატება Free Donation ფუნქცია, რომლის მიზანიც იქნება ერთ სივრცეში თავი მოუყაროს ყველა იმ აქტორს, ვინც აძლიერებს დემოკრატიას და გაუმარტივოს საზოგადოებას მათი ხელშეწყობა. ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმი ონკოლოგების და სამედიცინო დაწესებულებების ჩართულობით ქიმიო ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, რუსეთმა მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს დე-ფაქტო არჩევნების მეორე ტურამდე ტრანშის სახით 72 მილიონი რუბლი, ანუ $814,300 გადაურიცხა. ეროვნულმა ბანკმა ორი ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ჯამში 45,000 ლარი დააჯარიმა. სების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინდმეწარმე იოსებ დოლაბერიძე 24,000 ლარით და ნინო ალექსიშვილი ნინი 21,000 ლარით დააჯარიმა. სატრანსპორტო კვლევების ცენტრის შეფასებით საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ქართველი გადამზიდავები, მაგალითად მეზობელ თურქ გადამზიდავებთან შედარებით, არათანაბარ პირობებში არიან. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ტრანზიტული ტრაილერი, მათ შორის ქართული 350 ლარიან გზად სარგებლობის გადასახადს იხდის, თუმცა განსხვავებული ვითარება მაგალითად თურქეთის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში ქართულ ნომრიანი ტრაილერების მფლობელები, როგორც საქართველოში არსებული გადასახადის სარკისებურ ანალოგს, ასევე თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი ფასიანი გზების გადასახადს, რომელიც 80-დან 100 ევრომდე მოცულობას შეადგენს. ცენტრი მიიჩნევს, რომ რადგანაც საქართველოში ფასიანი გზები არ არის, უმჯობესია გადასახადის სახელის მოდიფიცირება, რასაც ქართული გადამზიდავებისათვის თურქეთის ტერიტორიაზე სარკისებრი გადასახადის გაუქმება მოჰყვება. საქართველოს მიერ გზადსარგებლობის საფასური 350 ლარის ადეკვატურად თურქეთის მხარემ 130 ევროს გადასახადი დაუწესა ქართულ გადამზიდავს, მაგრამ ამასთან ძალაში დატოვა მის ტერიტორიაზე მოქმედი ფასიანი გზების გადასახადი, რომელიც სტამბოლის ხიდის გავლის გათვალისწინებით 80-100 ევრო შეადგენს. საბოლოოდ საქართველოს მიერ დაწესებულმა სახეშეცრულმა საფასურმა ორმაგად დააზარალა ქართველი გადამზიდველი, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე იხდის როგორც გზადსარგებლობის საფასურის ადეკვატურ გადასახადს, ასევე ფასიანი გზების გადასახადს. გზადსარგებლობის საფასური
კლიმატური სახელწოდების მოდიფიცირებით, ასევე გავლილი სატრანზიტო მანძილის გადასახადის დივერსიფიცირებით, ქართველი გადამზიდველებისთვის შესაძლებელი იქნება სამართლიანი სისტემის დანერგვა, რასაც პირველ რიგში თურქეთის ტერიტორიაზე სარკისებრი გადასახადის გაუქმება უნდა მოხდეს. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად გაზრდის ქართველი გადამზიდველი კომპანიების მიმზიდველობას საერთაშორისო ბაზრებზე. ქართველი გადამზიდავები ბაზარზე თამაშის წესების ფორმირებას გეგმავენ. როგორც კაიროს ლოჯისტიკის გენერალურმა დირექტორმა თქვა, საჭიროა გარკვეულწილად რეგულირება, რათა გადაზიდვებს კვალიფიციური გადამზიდავები მოემსახურონ. მიხეილ ნამადოვის განცხადებით, გადაზიდვების ბაზრის 80% დღეს ფრაგმენტულია და აუცილებელი არის გამსხვილების კუთხით ნაბიჯების გადადგმა, რათა ძლიერი მოთამაშეები გაჩნდნენ, რომლებიც ინვესტიციებს მოიზიდავენ და მულტიმოდალური გადაზიდვების ხარისხიან მომსახურებას შეძლებენ. მარშრუტი საკმაოდ ინტენსიური და საინტერესო ხდება როგორც ევროპელი, ასევე აზიელი პარტნიორებისათვის და აქედან გამომდინარე საჭირო არის ძლიერი ეროვნული გადამზიდავები, მიაჩნია ნამადოვს. ვაპირებთ ცოტა ფორმალიზება მივცეთ დარგს და მივცეთ კვალიფიკაცია და კატეგორიზაცია გადამზიდავების, ეს პირველი. მეორე მხრივ, ცოტათი უკვე საჭირო არის, რომ დარგის რეგულაცია მოხდეს იმისთვის, რომ პროფესიონალი მოთამაშეები უფრო წინა ეტაპზე გადავიდნენ და მათ შეეძლოთ ხარისხიანი სერვისის შენარჩუნება და უფრო განვითარება და რა თქმა უნდა დარგის გამსხვილება უნდა მოხდეს, ვინაიდან სულ კომპანიებს შეუძლია მეტი ინვესტიცია მოიზიდოს, თუნდაც ბანკებთანაც მეტი მოლაპარაკება ხარისხიანი აწარმოონ და შექმნან იგივე იქნება ინფრასტრუქტურული პროექტი დაუშვათ ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით თუ რამდენიმე ასეული ერთეულის სატრანსპორტო საშუალებების ყოლით გრძელვადიანი კონტრაქტების, ვინაიდან მარშრუტი საკმაოდ ინტენსიური ხდება, საკმაოდ საინტერესო, როგორც ევროპელებისთვის, ასევე აზიელი პარტნიორებისთვის და აქედან გამომდინარე მას სჭირდება ძლიერი ეროვნული გადამზიდები, რომელიც გრძელვადიანად სტაბილურ სერვისს შეთავაზებენ. დღეს დაახლოებით 80% გვაქვს ფრაგმენტული ბაზრის, ეს არის 1-2 მანქანიანი კომპანიები, რა თქმა უნდა მათაც უნდა გქონდეთ საშუალება განვითარების დაცვისთვის, მაგრამ ეს ჯამურად ვერ ცვლის დარგს სამწუხაროდ. გამსხვილებისკენ რო წახვიდეთ ეს ფუშინგი იყოს, მაგალითის თუნდაც თურქეთის მაგალითს მოვიყვანთ, საკმაოდ მაღალ დონეზეა სახელმწიფო პროგრამები, საკმაოდ ბევრ საწარმოებენ, იქ მსოფლიო ბრენდები არის თავის გახსნილი წარმომადგენელი, შიდა ლიზინგების თვალსაზრისით გრძელვადიან, ესე ვთქვათ, დაფინანსების წყაროს აძლევენ გადამზიდავს, რითაც შენ ვითარდები ბევრად სწრაფად. სუეცის არხის გახსნა საქართველოს სპორტებსა და დერეფნებზე დადებითად აისახება, ამბობს საქმის კურსთან კაიროს ლოგისტიკის გენერალური დირექტორი. ნამადოვი მიუთითებს, რომ წითელი ზღვის მარშრუტის ჩაკეტვის გამო აზერბაიჯანმა ტვირთის ნაწილი ირანული პორტებისაკენ გადაამისამართა. სუეცის არხის გავლით გემების მიმოსვლის განახლება კი ამ ტვირთს ფოთის პორტში დააბრუნებს. ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია წითელ ზღვაში ნავიგაციის აღდგენის პირველი მცდელობების შესახებაც, რომლებიც წარმატებით განხორციელდა. ცისახი დადებითად იმუშავის ფოთის პორტზე პირველ რიგში და ტრანზიტი გაგვეზდება აზერბაიჯანის მიმართულებით, ვინაიდან დღევანდელი პრობლემებიდან გამომდინარე აზერბაიჯანი დაუშვათ იყენებს ირანის ტრანზიტს და სახმელეთო ტრანზიტს რკინიგზით ჩინეთიდან, ტრანსკასპიურ მაგისტრალებს იყენებს. მეორე მხრივ პოზიცია დღეს ისეთი არის, რომ მსოფლიოში ესე ვთქვათ გეოპოლიტიკური ადგილებები ხდება და ცოტა რთულია განჯეროთ გრძელვადიანად, თუმცა ყველა კვლევი და ყველა ტენდენცია ვხედავთ, რომ უფრო და უფრო იზრდება, განსაკუთრებით შარშანდელი წლიდან გვაქვს ეს ტრენდები, მეორე მესამე კვარტლიდან და დღესაც გრძელდება. ანუ პირობითად ამ მომენტისთვის ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რომ სუეცის არხი გაიხსნება თუ მეთმაქნას მალე მორჩეს ომი უკრაინაში, ამან რამე უარყოფითი ზეგავლენა პირიქით რეგიონში მოხდება დაწყნარება სიტუაციის, სტაბილიზაცია შედარები და ეს უფრო მეტად დადებითად იქნება ასახული ჩვენ ეკონომიკაზე და შესაბამისად ჩვენ ტრანზიტზეც. თემადაცვის სამინისტრო მექიმიო ონკოლოგების და სამედიცინო დაწესებულებების ჩართულობით ქიმიო, ჰორმონო და სხიური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა. სამინისტროს მიერ გავრცელებული რელიზით ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულება ონკოთერაპიისათვის საჭირო გამოკვლევებს თავად ადგენდა, ასევე ხშირ შემთხვევაში კვლევის ტარიფები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განსხვავებული იყო. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით მოიხსნა ეგრეთ წოდებული სატარიფო არეალის პრინციპი და მომსახურება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უწყების მიერ დადგენილი ტარიფებით ანაზღაურდება. კურნალობის პროცესში აუცილებელ გამოკვლევებს კი სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ცვლილებებით დადგენილი რეგულაციები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს ონკოთერაპიული სერვისის როგორც ანაზღაურების, ისე მიწოდების სისტემას. ამას გარდა მოწესრიგდა გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად არსებული დავალიანების დაფარვის მექანიზმი, რაც გააუმჯობესებს სამედიცინო პერსონალის და კლინიკების ფინანსურ მდგრადობას და დადებითად აისახება
პაციენტის სერვისის ხარისხზე განმარტავენ სამინისტროში. ავერსი ახალ 14 სართულიანი კლინიკის ასაშენებლად 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის გათვლებით ახალ კლინიკაში 1000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებენ. ავერსი ფარმა ახალი კლინიკის მშენებლობას თბილისში, პაჟა-ფშაველას გამზირზე რესპუბლიკური საავადმყოფოს და ავერსის ცენტრალური კლინიკის მახლობლად გეგმავს. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის ინფორმაციით, პროექტზე სამშენებლო ნებართვა გაცემულია. უძრავი ქონება კომპანია ავერსი ფარმას საკუთრებაშია. როგორც ავერსის კლინიკის დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე BMG-სთან აღნიშნავს, ახალი საავადმყოფო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში და ის ამბობს, რომ პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ დოლარს გაუტოლდება, დამატებით 1000-1200 ადამიანი დასაქმდება. ავერსის კლინიკაში მაღალი არის მომართვიანობა, ამიტომ გაფართოება აუცილებელი გახდა. ეს იქნება მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულება გახდება, ამბობს ჯორბენაძე. როდის დასრულდება მცხეთის გენგეგმაზე მუშაობა, უცნობი რჩება. გენგეგმაზე მომუშავე კომპანია აკოლისის თავმჯდომარის ინფორმაციით, დღეს ვადების დაზუსტება რთულია. თუმცა გასული წლის შემოდგომაზე აკაკი ზერეკიძე BMG-სთან ეთერში ამბობდა, რომ კომპანიის მხრიდან გენგეგმაზე მუშაობის დასრულებას დაახლოებით 5 თვე დასჭირდებოდა. ზერეკიძე დღეს აღნიშნავს, რომ ამჟამად უკვე ჩატარებული კვლევების რევიზია მიმდინარეობს. კომპანიის თავმჯდომარის თქმით, ახლა პროცესის ბოლო ეტაპია. კონცეფცია დამტკიცებულია და ფაქტობრივად პროექტის მონახაზი დგება. ზერეკიძის თქმით, ეს ბოლო ეტაპიც მოიცავს კიდევ შიდა ეტაპებს, მაგრამ კონცეფციის შემდეგ ხდება უკვე პროექტის დამტკიცება. რაც შეეხება მცხეთის განაშენიანებაზე არსებული 10 წლიანი მორატორიუმის გენგეგმის დასრულებამდე მოხსნას, მისი რეკომენდაციაც კომპანიას აქვს. ზერეკიძე განმარტავს, რომ საკითხი არის კომპლექსური და იუნესკოს შესაბამის რეკომენდაციას საჭიროებს. რამდენადაც ტერიტორია დაცვის მექანიზმის გარეშე არ უნდა დარჩეს. 29 თებერვალს გასული წლის ამ პერიოდში მცხეთის საკრებულომ გენგეგმის კონცეფციის პირველი ეტაპი დაამტკიცა, ასევე საკრებულომ განიხილა ეს დოკუმენტი, დაამტკიცა კონცეფციის პირველი ეტაპი, მერიას გადაუგზავნა, შემდეგ მერიამ შემდგომი რეაგირებისათვის საკრებულოს მიერ დამტკიცებული კონცეფციის პირველი ეტაპი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს SIPS, სივრცეთი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს გადაუგზავნა. მცხეთის გენგეგმაზე კომპანია აკოლისი მუშაობს წლებია, რომელთანაც 1.8 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2019 წლიდან გაფორმდა. მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა კი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. მანამდე მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისათვის 160.000 ლარი ერთხელ უკვე დაიხარჯა, თუმცა მუნიციპალიტეტმა შეპეს სალის მიერ მომზადებული დოკუმენტი დაიწუნა. რაც შეეხება მორატორიუმს, იუნესკომ მცხეთა და ქალაქში მდებარე ისტორიული მონუმენტები, სვეტი ცხოველის ტაძარი, ჯვრის და სამთავროს მონასტრები კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 94 წელს შეიტანა. რუსეთში ბენზინის ექსპორტის აკრძალვა სექტემბრამდე გაახანგრძლივეს. შესაბამის გადაწყვეტილებას ნავთობის ბაზრის შესახებ გამართულ შეხვედრაზე მხარი ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა დაუჭირა. ეს რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული. ნოვაკმა არა მწარმოებელი კომპანიებისათვის 1 მარტიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შემოღებას მხარი დაუჭირა. მიზანი მაღალი მოთხოვნის პერიოდში ბაზრის დაბალანსება. ნავთობგადამუშავებელი საწარმოებისა და მათი მფლობელი კომპანიებისათვის ნავთობის ექსპორტი დაშვებული იქნება, განმარტებული არის რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე დროს შეხვედრაზე ნავთობპროდუქტების რუხი ექსპორტის აღკვეთის ზომებზეც იმსჯელეს, მათ შორის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიების გავლით. რუსეთის უწყებაში აზუსტებენ, რომ ამისთვის მთავრობა დამატებით ნორმატიულ აქტს შეიმუშავებს. თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა Free Business-ი ახალ ფუნქციას იმატებს. პლატფორმის დამფუძნებელი ანალიტიკაში ამბობს, რომ საიტს დონაციის ფუნქციაც ექნება, რომლის მიზანიც არის ერთ სივრცეში თავი მოუყაროს ყველა იმ აქტორს, ვინც ელის ხარს უჭერს დემოკრატიას და ასევე გაუმარტივოს საზოგადოებას მათი ხელშეწყობა. პლატფორმაზე განთავსდება ფონდები, მედია ორგანიზაციები თუ დემოკრატიაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები, რომელთაც სჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა.
საზოგადოების წევრი თავად გადაწყვეტს, ვის დაეხმაროს, რამდენით და რამდენი ხნის განმავლობაში, რასაც პლატფორმაზევე მიუთითებს. სწორედ იმ იქიდან გამომდინარე თუ რა არის დღეს საჭიროება საზოგადოებისთვის, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესეთი ტიპის პლატფორმა იყო და სწორედ ამ ტიპის პლატფორმას თავაზობ დღეს ჩვენ საზოგადოებას, რაც არის სინამდვილეში გარკვეულწილად დაფინანსების პლატფორმა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის, იმისათვის რომ მოხდეს თავისუფალი მედიის დაფინანსება და იმ ფონდების დაფინანსება, რომლებიც დღეს რეალურად საზოგადოებას გვერდში უდგას. იმ საზოგადოებას, რომელიც დღეს პროტესტს გამოხატავს რუსთაველზე და მათ აჯარიმებენ, მათ ცემენ და ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ფონდების დაფინანსებით ხდება შემდეგ ამ ჯარიმების გადახდა და თუნდაც სამედიცინო ხარჯების გაწევა. დემოკრატიისთვის ბრძოლაც და მათ შორის დემოკრატიისთვის რაღაცა ფინანსების გაღებაც ნამდვილად არის საზოგადოების ვალდებულება და დღეს ისეთი მდგომარეობა არის, რომ ნამდვილად ძალა საზოგადოებაშია და ის გამოთქმა ძალიან მიყვარს, რომ ამბობენ ხოლმე, რომ უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდეს. ხო, ანუ ხალხის ძალა არის მთავარი. 200,000-მდე ადამიანი თუ არის, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, თითოეულმა თვის განმავლობაში დემოკრატიისთვის 20 ლარით რომ გაიღოს, ეს არის 4 მილიონი ლარი, რომელსაც ძალიან ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ჯარიმის გადახდა შეუძლია, მკურნალობა შეუძლია და ასე შემდეგ. საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 2%-ით არის გაზრდილი. ბრენტის ღირებულება $76 ფარგლებშია. WTI-ის ფასი $72 მიდამოებში. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი ურალსის ღირებულება $70 ფარგლებში მერყეობს. აღმასვლის ტენდენცია ბუნებრივ აირთან მიმართებითაც ფიქსირდება. მეგავატი საათი ენერგიის ღირებულება 48 ევროს უტოლდება. წელიწადში ეს 100%-ით ზრდას ნიშნავს. მიმდინარე კვირას საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულება $245, რაც ერთ წლიან პერიოდში 45%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. როიტერსის ინფორმაციით, შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიზიკურ პირებს და ბიზნესზე გადასახადების მნიშვნელოვან შემცირებას აპირებს, რა მიზნითაც კონგრესში რესპუბლიკელებთან იმუშავებს. BBC აზერბაიჯანში ოფისს ხურავს. მაუწყებელი წერს, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტყვიერი განკარგულების შემდეგ მიიღო იწულებითი გადაწყვეტილება დახუროს თავისი ოფისი ბაქოში. შვედეთის სანაპირო დაცვა ადასტურებს, რომ ბალტიის ზღვაში ფინეთის და გერმანიის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროკაბელი კვლავ დაზიანდა. ეს ინფორმაცია ფინურმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაასაჯაროვა. გამოცემის ინფორმაციით დაზიანებულია Sea Lion 1 კაბელი კუნძულ გოტლანდთან ახლოს შვედეთის ეკონომიკური ზონის საზღვრებში. ქვეყნის სანაპირო დაცვა კი ვერ ადასტურებს, რამდენი ხანია, რაც კაბელი დაზიანებულია, თუმცა ინფორმაცია შეფერხების შესახებ მათ 20 თებერვლიდან აქვთ. შვედეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვითარებაში გარკვეულია და ნებისმიერი ინფორმაცია შესაძლო ზარალის შესახებ სერიოზულად იქნება განხილული. შვედეთის პროკურატურამ გამოძიება უკვე აღძრა სანაპირო დაცვასთან პარტნიორობით, რომელმაც შემთხვევის ადგილზე თავისი საზღვაო ხომალდი გაგზავნა. Sea Lion 1 წყალქვეშა კაბელი გასული წლის ნოემბერშიც დაზიანდა. სადენი, რომელიც ბალტიის ზღვაში 2016 წელს გაიყვანეს. ერთადერთი წყაროა, რომელიც ფინეთს ცენტრალურ ევროპასთან პირდაპირ აკავშირებს. ბოლო თვეებში ბალტიის ზღვაში გამავალი არაერთი წყალქვეშა სადენი დაზიანდა. ბოლო ასეთი შემთხვევა თებერვალში მოხდა, როდესაც შვედური გოტლანდიისა და ლატვიის დამაკავშირებელი საკომუნიკაციო კაბელი გამოვიდა წყობიდან. რუსეთიდან მზარდი საფრთხის პირობებში ევროპას თავდაცვის მასიური გეგმა სჭირდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომელიც შემდეგ კვირაში აპირებს შტატების ახალ პრეზიდენტს ვაშინგტონში შეხვდეს. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებია. ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე მაკრონი ამბობს, რომ ტრამპს ეტყვის არ შეიძლება ვლადიმერ პუტინთან სუსტი იყოს, ეს მისი დამახასიათებელი თვისება არ არის. გასულ კვირაში პარიზში ასევე ჩატარდა ევროპელი ლიდერების
საგანგებო სამიტი, სადაც განხილული იყო უკრაინის და ევროპაში უსაფრთხოების საკითხი. შეხვედრაზე ევროპის ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. სამიტს წინ საუდის არაბეთში შტატების და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა უძღოდა, სადაც უკრაინის საკითხი უკრაინელების გარეშე იყო განხილული. ტრამპის ადმინისტრაცია ევროკავშირის ქვეყნებს ასევე სთხოვს თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას, რაც სოციალური ხარჯების შემცირებას გამოიწვევს. მაკრონი ამბობს, რომ მას სურს ევროკავშირმა გაზარდოს საკუთარი სამხედრო ავტონომია და შემდეგ 10 წელში შტატებზე დამოკიდებულება შეამციროს. თავის მხრივ ტრამპის ანტაგონისტური დამოკიდებულება უკრაინის მიმართ მზარდია. ის დაუპირისპირდა ზელენსკის და დიქტატორი უწოდა არჩევნების ჩაუტარებლობის გამო, იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში ჯერ კიდევ საომარი მდგომარეობა მოქმედებს. თავის მხრივ მაკრონი თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას გეგმავს და როგორც ბლუმბერგი წერს, შარშან საფრანგეთის თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იყო. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უკრაინის მომავალი ფინანსური მხარდაჭერის დასაფინანსებლად ევროკავშირის რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების კონფისკაციისაკენ მოუწოდა. საკმარისია საუბარი, დროა ვიმოქმედოთ. მოდით დავაფინანსოთ უკრაინის დახმარება რუსული გაყინული აქტივებიდან. გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვა ბალტიისპირეთის და ევროკავშირის საზღვრები რუსეთთან. სასწრაფოდ მივიღოთ ახალი ფისკალური წესები ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის დასაფინანსებლად. ახლავე დაწერა დონალდ ტუსკმა X-ზე ეს სამპუნქტიანი გეგმა ხუთშაბათს. ჯერჯერობით ბლოკმა გამოიყენა მხოლოდ მის ტერიტორიაზე არსებული აქტივების შემოსავალი, რათა მიეწოდებინა ფინანსური და სამხედრო დახმარება უკრაინისათვის. სანქციების შედეგად ევროკავშირმა გაყენა რუსეთის ცენტრალური ბანკის 210 მილიარდი ევროს აქტივები, რომელთა უმეტესობა ბელგიაშია განთავსებული. რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია პრობლემატური საკითხია. რამდენადაც ფული რუსეთის სუვერენულ საკუთრებად ითვლება და შესაბამისად ის დაცული არის საერთაშორისო კანონმდებლობით. ტუსკის იდეა მომდინარეობს იმ შიშის ფონზე, რომ შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა დახმარება კიევისათვის შეწყვიტოს, რაც მას დაუცველს დატოვებს რუსეთის აგრესიის მიმართ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ქვეყანაში საპენსიო შემოსავლის გადასახადის გაუქმება სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეები მიღებული პენსიის სანაცვლოდ აღარ დაიბეგრებიან. სოციალური შემოსავლის დაბეგრვა კი ერთ-ერთი სადავო საკითხია, რომელზეც რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები თვისობრივად ვერ თანხმდებიან. შესაბამისად, ამ ინიციატივის დამტკიცება შტატების საკანონმდებლო დონეზე არ იქნება მარტივი. პენსილვანიის უნივერსიტეტის დათხრებით, საპენსიო გადასახადის გაუქმება შტატების ბიუჯეტში მომდევნო 10 წლის განმავლობაში საგადასახადო კონტრიბუციას $1.5 ტრილიონით შეამცირებს, რაც 2054 წლამდე ფედერალური ბალის მოცულობას 7%-ით გაზრდის. ასევე ანალიტიკოსების შეფასებით ამ ცვლილებით უდიდეს სარგებელს შტატების უმდიდრესი მოქალაქეები მიიღებენ, რომლებიც გადასახადის გაუქმებით ყველაზე მეტ თანხას დაზოგავენ, როგორც შედარებით, ასევე აბსოლუტურ რიცხვებში. ჩინეთმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ობლიგაციონერია, ამერიკულ სახაზინო ობლიგაციებში ჩადებული ინვესტიცია 2009 წლის მინიმუმამდე შეამცირა. ბონდების ფლობის შემცირების მიუხედავად, ჩინეთის შტატების ეკონომიკიდან ამონაგების მიღებას აგრძელებს, ოღონდ მეტად დივერსიფიცირებული სტრატეგიით. გასული წლის მონაცემებით, ჩინეთი 759 მილიარდი დოლარის ამერიკულ საგარეო ვალს ფლობს და ეს მაჩვენებელი წლიურად 57 მილიარდი დოლარით, ანუ 7%-ით შემცირდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ თანხაში არ შედის თიბილები, რომელთაც ჩინეთის სხვა ქვეყნებში არსებული დეპოზიტარების გავლით ფლობს. ჩინეთის მიერ ამერიკული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფლობის მაჩვენებლის შემცირება დიდწილად გეოპოლიტიკას უკავშირდება. საქმე კი ის არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი მსოფლიოს პირველი და მეორე ეკონომიკები არიან, რომლებიც ამავდროულად ერთმანეთის მიმართ არამეგობრულად და შეიძლება ითქვას არაკეთილად არიან გაწყობილები. გეოპოლიტიკური დაძაბულობის გათვალისწინებით ამერიკელი თიბილების დიდი რაოდენობით ფლობა ინვესტორებს რისკად მიაჩნიათ. შესაბამისად, გამოსავლად მოიაზრება როგორც ინვესტიციის შემცირება, ასევე ფასიანი ქაღალდების სხვა ქვეყნებში არსებული დეპოზიტარების გავლით ფლობა. ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ობლიგაციონერია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების საგარეო ვალს ფლობს. 2011 წელს დაფიქსირებული პიკური მაჩვენებლის შემდეგ ჩინეთის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ბონდების ღირებულებამ ჯამში $550 მილიარდი იკლა.
მოცულობა. გასულ წელს ჩინეთმა 34 მილიარდ 200 მილიონი დოლარით გაზარდა ობლიგაციების მოცულობა გაერთიანებულ სამეფოში, 60 მილიარდ 200 მილიონი დოლარით ბელგიაში და 84 მილიარდი დოლარით ლუქსემბურგში. ჯამში მსოფლიოს ყველაზე დიდი ობლიგაციონერი ქვეყნები იაპონია, ჩინეთი და გაერთიანებული სამეფო არიან. მიმდინარე წელს ჩინეთის ხელისუფლება 411 მილიარდი დოლარის სახელმწიფო ბონდებს გამოუშვებს, რაც რეკორდული მაჩვენებელია და იმ ძალისხმევაზე მიუთითებს, რომელსაც ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია ეკონომიკის გამოცოცხლებისათვის დგამს. გასულ წელს ჩინეთმა თითქმის 3-ჯერ ნაკლები ღირებულების ბონდები გამოუშვა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ოფიციალური პეკინი დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ეფექტის შემსუბუქებას გეგმავს. ობლიგაციონერებისგან მიღებულ ვალს ხელისუფლება სუბსიდირების და გრანტებისათვის გამოიყენებს. ასეთ იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გელოდებათ, რომელსაც გიორგი არონია და გიორგი თოლორდავა გაუწყობიან. ჩვენ ერთმანეთს ორ შაბათს BMG TV-ს ეთერში 7 საათზე შევხვდებით დროებით.